მოგესალმებით გიორგი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. როგორც უკვე ვთქვით, ახალი თავშესაფარი აშენდება. მეტი რომ გვიამბოთ ამ თავშესაფრის შესახებ. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისათვის. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქალაქისთვის ცხოველთა თავშესაფარი. ეს პროექტი, რომელიც არის დაგეგმილი მიმდინარე წელს დასრულდება და უკვე მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებს ჩვენს 4 მეგობრებს. ძალიან აქტუალური არის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ქონდეს მეტი სივრცე, მეტი ინფრასტრუქტურა, რათა მივიღოთ ცხოველები შესაბამისი შემდეგი პროცედურების ჩატარების მიზნით. თქვენ უკვე იცით, რომ გვაქვს ერთი თავშესაფარი ვარკეთილში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ახერხებდა იმ რაოდენობით ცხოველის მიღებას, რა საჭიროებას დღეს ჩვენ გვაქვს ქალაქში. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ასეთი უახლესი სტანდარტების თავშესაფარი გაგვეკეთებინა გდანის რაიონში. აქ ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ დაიწყოს ფუნქციონირებას ახალი თავშესაფარი. მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულებული უნდა იყოს და შევძლებთ ცხოველების მიღებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის არა მარტო უბრალოდ ცხოველის მიღება, არამედ ის, რომ იქ ცხოველი შევიდეს და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, უსაფრთხოდ იყოს და დაცული იყოს სხვადასხვა დაავადებების გავრცელებისგან, მაგალითად დაცული იყოს. ასევე ის ვეტერინარული მანიპულაციების გაკეთება ხდება ცხოველების მიმართ ოპერაციები, ასე ვთქვათ, ეს არის სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაციების, თქვენ იცით, ეს არის ჩვენი მეთოდი, რათა შემცირდეს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა. და აქ არის ინდივიდუალური ვოლიერები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ცხოველები იყვნენ უსაფრთხოდ. იქნება აღჭურვილი უახლესი სტანდარტების ვეტერინარული დანადგარებით და ვფიქრობ, რომ ეს უფრო დაგვიჩქარებს იმ შედეგს, იმ მოცემულობას, რაც ჩვენ გვაქვს, ის მიზანი, რომ ჩვენ ქალაქში აღარ ყავდეს მიუსაფარი ცხოველი. თქვენ ახსენეთ ვარკეთილის თავშესაფარი, რომელიც თუ არ ვცდები 2015 წლიდან ფუნქციონირებს. თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღჭურვა და რეაბილიტაცია ამ ვარკეთილის თავშესაფრის. ამაზეც გითხარით, როდის დასრულდება ეს რეაბილიტაციო პროცესი? და ამ თავშესაფარზე მოგვიყევით უფრო მეტი. ვარკეთილის თავშესაფარშიც აღნიშნული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება, მოეწყობა დაახლოებით 140 ვოლიერი ინდივიდუალური, სადაც განთავსდებიან ცხოველები, განახდება ვეტერინარიის სივრცე, საოპერაციო სივრცე, მოსამზადებელი სივრცე და ასევე უახლესი სტანდარტების დანადგარებით მოხდება აღჭურვა ამ თავშესაფრის. ასევე აქაც აღნიშნავ ის, რომ აუცილებელი არის აღნიშნოთ, რომ ჩვენ თანამშრომლობთ არაერთ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი სტანდარტების გათვალისწინებით მოხდა ამ აღნიშნული თავშესაფრის პროექტის გაკეთება, რეაბილიტაცია და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შედეგს მოგცემს ნამდვილად, იმიტომ რომ გარემო, სადაც ხვდებიან ცხოველები, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს იმ სტანდარტების, როგორიც არის დადგენილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გასაგებია და საინტერესოა, რომ გასულ წელს აშენდა პოპულაციის მართვის ცენტრიც. აი ამაზე გითხარით, თქვათ, რამდენ ცხოველს ემსახურება ეს ცენტრი? ცენტრი უშუალოდ პოპულაციის მართვაზე არის ორიენტირებული, ხომ? რამდენ ცხოველს ემსახურება და კონკრეტულად რა პროცედურები ტარდება? მიმდინარე წელს მოემსახურება 12000-ზე მეტ ცხოველს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პოლიტიკა მუშაობა არის ჰუმანურობაზე დაფუძნებული, ეს არის ერთადერთი აღიარებული მეთოდი ცხოველების პოპულაციების შემცირების, სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელი სივრცე გაგვეკეთებინა, რათა გაგვეზარდა ასეთი ოპერაციების რაოდენობა. პირველ ეტაპზე არის საჭირო, რომ სრულად გასტერილებული პოპულაცია შექმნათ დედაქალაქში, რათა ის შედეგი მივიღოთ უახლოეს წლებში. გაზრდილია სტერილიზაციის რაოდენობა ბოლო წლის განმავლობაში? რა თქმა უნდა, გაზრდილი არის მაგალითები. და შეუწყო ამ ცენტრმაც ერთგვარად ხელი ამას ყველაფერს, ხო? რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია ამ ასეთი ცენტრის არსებობა. აღნიშნული ცენტრის დახმარებით გაცილებით მეტ ცხოველზე ხდება ოპერაციების გაკეთება, მაგალითად 2003 წელს 6000 ცხოველის გასტერილება მოხდა, 2004 წელს 2024 წელს 9000-ზე მეტის და მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ
12,000 აუცდეთ და 12,000 მეტი. გიორგი, ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში, ხა იცით თქვენც იქნებით სოციალურ ქსელში, არის ასეთი განცხადებები, რომ ნაპოვნია ლეკვი ან ძაღლი აქა და აქ და გაშუქდება და სტერილიზება გაკეთებული აქვს და ასე შემდეგ და ეს გვინდა თუ არა, მაინც ქუჩაში ძაღლი პრობლემა არის. მიღების პრინციპი როგორ იქნება? ანუ თვითონ მუნიციპალური სამსახურები იპოვიან ასეთ ძაღლებს ქუჩებში და წაიყვანენ პირდაპირ გლდანში, სადაც ეს ნაგებობა იქნება თუ ჩვეულებრივ ადამიანებსაც თუ დავუშვათ მე ვიპოვე ქუჩაში, ან მყავს ძაღლი და აღარ მინდა და შეიძლება თუ არა მოვიყვანო. ჩვენი სააგენტო 24 საათის განმავლობაში მუშაობს და იღებს შეტყობინებებს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლიათ არეკოს 112-ზე და 112-ის დახმარებით ხდება ჩვენ სააგენტოში გადმომისამართება. ანუ თუ ქუჩაში ასეთ ძაღლებს ვიპოვით, დავრეკოთ 112-ში და გადაგვამისამართებენ მერე თქვენთან? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი მაშველი ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში. ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს 24 საათის განმავლობაში. ეს იქნება უსაჭდო ცხოველის აღმოჩენა, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ცხოველს ყურზე საჭდი არ უკეთია, არ აქვს ვაქცინაცია გაკეთებული, არ არის გასტერილებული და ექვემდებარება გადაყვანას ჩვენს თავშესაფარში შემდგომი პროცედურების მიზნით. ჩვენ ვიღებთ უამრავ შეტყობინებას, ასევე ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი გეგმა სხვადასხვა უბნების მიხედვით გადაადგილდება ჩვენი მანქანა სპეციალური, რათა სწორედ ასეთი ცხოველების გადაყვანა მოხდეს თავშესაფარში. გარდა ამისა, ჩვენ გადაგვაქვს ასევე დაავადებული ცხოველები, ტრავმირებული ცხოველები, დაკარგული ცხოველები პატრონის მოძიების მიზნით. ასე რომ საკმაოდ მრავალფეროვანი არის ჩვენი მუშაობა და თუ კი დავუშვათ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანებს უნდათ ძაღლი, ოღონდ აი ძალიან ხშირად ჯიშიან ძაღლს ასე ვთქვათ რომ ამბობენ, მაგრამ ზოგს ესეთი არ უნდა აი ქუჩის ძაღლი. მე მაგალითად მეტისი მყავდა, გავზარდე ტყეში ნაპოვნი და შესაძლებელია თუ არა მაგალითად მე წამოიყვანონ ადამიანებმა და აიყვანონ თქვენი ცენტრებიდან ცხოველები. რა თქმა უნდა, ჩვენს ყოველდღიურად გადაყვავს ასეთი ცხოველები თავშესაფარში. ყოველდღიურად ჩვენი სოციალური ქსელის დახმარებით ვცდილობთ, რომ აპოვნინოთ ამ ცხოველებს მეპატრონეები. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს და ათვალიეროს ჩვენი თავშესაფარი, ვოლიერები, ნახოს ძაღლები, ნახონ და სურვილი შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება წაიყვანონ და არეგისტრირონ ეს ცხოველი და ყავდეთ სახლში. იცით რა, აი ბოდიში ჩაგეჭერეთ, ნინომ დაიწყო ეს თემა და მე გოდერძმი რაღაცნაირად გააგზავნა. არ ვიცი, რამდენად გეხება თქვენ. ნინომ თქვა რომ მე ცხოველები მიყვარს, მაგრამ მათი ახლა მოულის არც დრო მაქვს, არც საშუალება და მოკლედ ასე შემდეგ. და გოდერძმი თქვა რომ აი ყავს და გადავწყვიტე რომ აღარ მინდა, მივატოვო. ამისი პრევენცია თუ ხდება რამენაირად თქვენი სამსახურის მიერ, იმიტომ რომ მე მახსოვს იყო ერთი პერიოდი, რომ ძაღლების ეგრეთ წოდებული დაჩიპვა მოხდება, როდესაც მე ძაღლს შევიძენ და მე ერთი თვის მერე აღარ მინდა, უკვე ამ ცოცხალ არსებასთან ხდება ძალიან მძიმე. აი სწორედ ამის მაშინია, შეიძლება გიყვარს, შეიძლება მოგწონს ძაღლი და მე მიატოვო. და მე უბრალოდ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ იძულებული ხარ, რომ დათმო. აი როგორ უნდა მოვიქცე მე თუ გადავწყვიტე რომ ერთი ძაღლი აღარ მინდა, ქუჩაში უნდა გამოვაგდო თუ თქვენ უნდა დაგირეკოთ და მეორე არის თუ არა ამის რამე პრევენცია. ძალიან დიდი პრობლემა არის სწორედ ეს საკითხი, რასაც თქვენ შეეხეთ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანებს აკავთ ცხოველი, არ აქვს გააზრებული თუ რამხელა პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. და ჩვენ აქტიურად ვცდილობთ რომ ვიმუშაოთ მოსახლეობასთან, რადგან ცნობიერება არის საკმაოდ დაბალი სამწუხაროდ. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ასევე სკოლებში, რომ ბავშვებმა პატარა ასაკიდან უკვე იცოდნენ თუ რა პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ჩვენი პირდაპირი ფუნქცია არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პირველი პრობლემა არის ის, რომ სწორედ ასეთი მოქალაქეები როდესაც ამ ადამიანებს აყავთ ცხოველები, მალევე ტოვებენ ქუჩაში და სწორედ ეს არის პირველ წყარო ამ ცხოველების გამრავლების. ხო. და თქვენ თქვით 12,000-მდე ავალთ, ესე იგი პრობლემა არის. და პრევენცია ამისი როგორ უნდა მოხდეს, გიორგი, ანუ ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების ამაღლება, გასაგებია და თავშესაფრებში უნდა მოიყვანონ ადამიანებმა ესეთი ცხოველები თუ როგორ უნდა მოხდეს? თუ არსებობს რას მობილური ჯგუფები, რომელსაც დაუკავშირდები და შემდეგ უკვე ზრუნვა ამ ძაღლებზე, ვთქვათ ასე, უპატრონო ძაღლებზე
მათი ვალდებულება ხდება. ვიცით როგორ არის სანამ ადამიანი ცხოველს აიყვანს ჯობს რომ აქცენტი გავაკეთოთ იმაზე რომ მანამდე მოხდეს ამ ადამიანებთან მუშაობა რადგან ასე ცხოველის ჩაბარება ჩვენთან არ ხდება ნამდვილად რადგან წარმოუდგენელი არის იმ რაოდენობის ცხოველი მიიღო და ჩაიბარო რა საჭიროებაც არის და რა რეალობას დღეს ჩვენ გვაქვს. სწორედ ამიტომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ სანამ ადამიანი აიყვანს ცხოველს, ჩვენ ვიმუშაოთ მათთან, ნახოთ თუ რა პირობები შეიძლება შეუქმნას ამ ადამიანმა ამ ცხოველს. თქვენ იცით ასე რომ ასევე კანო პროექტზე არის მუშაობა მიმდინარეობს პარლამენტში, სადაც დარწმუნებული ვარ ზუსტად იქნება გაწერილი ის მოთხოვნა, ის ვალდებულება, რაც მე პატრონემ უნდა შეასრულოს, უნდა დააკმაყოფილოს. აუცილებელია, იმიტომ მიტოვება მე რამაც პასუხისმგებლობა უნდა იყოს. არის ხანდახან გამოუვალი მდგომარეობა, აი სადღაც მიდის, თქვა ძაღლის პატრონი და ვერსად ვერ ტოვებს. ნათესავს დაუტოვოს. აი, არა, არის სასტუმროები, სადაც თქვენ თავში საფარში ეს არ გარდა სასტუმროსა, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც რაღაცა მიზეზების გამო აღარ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძაღლს მოუვარო, თუნდაც ფინანსური მიზეზებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ასეთი გამონაკლისი არსებობს. უბრალოდ მე საუბარი მქონდა იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ იმის პოპულარიზება, რომ ადამიანს შეუძლია ერთ დღეს მობეზრდეს და მოვიდეს თქვენთან და ებერის ეს მაგალითია ნამდვილად. და ვეტკლინიკებზე უნდა კითხოთ. კი, აი ერთ რაღაცას იკითხავ. ქუჩის პრობლემა რომ მოიხსნას, ძაღლების პრობლემა, ანუ მაწანწალა ძაღლების პრობლემა. ამას სავარაუდოდ ეს მსგავსი რამდენი უნდა არსებობდეს ქალაქში, რომ მოგვარდეს საბოლოოდ ძაღლების პრობლემა. ეს გლდანი რამდენად მოაგვარებს აი ამ პრობლემას. რა თქმა უნდა, ეს პროექტები სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ ქალაქში აღარ ყავდეს მიუსაფარი ცხოველი, მაგრამ გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, გარდა თავშესაფრის არანაკლებ მნიშვნელოვანი არის პატრონის პასუხისმგებლობა, რადგან პირველი პრობლემა მოდის აქედან სწორედ. რაც არ უნდა ააშენოთ თუ მიატოვეს, რაღაც კარგი კითხვა გქონდა. მობილურ ვეტკლინიკებზე მინდა გადავიდეთ და ვისაუბროთ თქვენი სააგენტოს, ასე ვთქვათ, ინიციატივით ხდება შეთავაზება მოსახლეობისთვის მსგავსი სერვისი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ უფასოდ დაარეგისტრირონ და ასევე სტერილიზაცია გაუკეთონ თავის შინაურ ცხოველს. ამის შესახებ გითხარით, სად მდებარეობს ეს კლინიკები და ასევე როგორ ხდება რეგისტრაცია, თქვათ სტერილიზაციაზე და რეგისტრაციაზე. დიახ, ჩვენ გარდა თავშესაფრისა, სადაც ხდება ოპერაციების გაკეთება, ჩვენ გავიტანეთ ქალაქში, ასე ვთქვათ, ესეთი ვეტკლინიკა, მობილური ვეტკლინიკა, ეს არის მანქანა, სადაც ხდება ოპერაციების გაკეთება მანქანაში ცხოველებს. რამდენი არსებობს ესეთი ვეტკლინიკა? ჯერჯერობით ერთი არის ასეთი ვეტკლინიკა ჩვენს ქალაქში, მხოლოდ ჩვენს ქალაქში. მოთხოვნა როგორია? სამწუხაროდ არ არის მოთხოვნა ისეთი, როგორცაც ჩვენ ველოდით და ჩვენ გვინდა რომ იყოს, სამწუხაროდ არ არის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოპულარიზება გაუწიოთ გავუკეთოთ სტერილიზაცია, კასტრაცია, რეგისტრაცია. სახლში მისვლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფასოა ეს სერვისი, ხალხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ უფასიანი ძალიან ძვირია. კი, მაგრამ ვისაც არ აქვს შესაძლებლობა თუნდაც რომ გადაიხადოს ამაში და ხა ეს არის უფასო და ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც არ აქვს ბოდიში ინფორმაცია, იქნებ გითხრათ, სად შეიძლება გადავინოთ თვალი რომ თვალყური რომ გავიგოთ ხოლმე ეს სიახლეები გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა. ასეთი ვეტკლინიკა ჩერდება ქალაქის სხვადასხვა უბანში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გარკვეული პერიოდით და რამოდენიმე დღით ადრე ხდება ჩვენი სოციალური ქსელის დახმარებით გამოქვეყნება ამ ინფორმაციის თუ სად რა დღეს და რომელ საათზე გაჩერდება ეს მანქანა. ამ მანქანაში ხდება ცხოველების ვაქცინაცია, რეგისტრაცია, სტერილიზაცია და მოქალაქე შეიძლება მოიყვანოს თავისი ცხოველი, დაარეგისტრიროს, გადაიხადოს ჩიპირების 19 ლარი, ეს არის თვითღირებულება ამ ჩიპის და ცხოველი გაუსტერილდება სრულიად უფასოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ერთის მხრივ ხდება ცხოველის სტერილიზაცია და მეორე მხრივ ცნობიერების ამაღლება მოსახლეობის, რადგან ყველა მოქალაქის მეპატრონის ვალდებულება არის, რომ გაასტერილოს ცხოველი, ეს არის მისი ვალდებულება, რომ წაიყვანოს ვეტკლინიკაში ან ჩვენ სააგენტოში, ჩვენთან თავშესაფარში.
ეს არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ჩვენ მივიდეთ მათთან, მაგრამ ჩვენ დამატებით კომფორტს უქმნით ამ ადამიანებს. ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ეს მომსახურება ნებისმიერი ადამიანისათვის. მე და გოდერძი შევედით სოციალურ ქსელში, როგორ მოგძებნოთ? ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და დიახ, და ასევე სამომავლო გეგმებზე რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, სამომავლო გეგმებზე გითხარით სააგენტოს როგორი სამომავლო გეგმები აქვს. მიმდინარე წელს გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებთ თავშესაფარს, ვახდენთ რეაბილიტაციას არსებული თავშესაფრის, ჩვენი მიზანი არის, რომ სხვადასხვა აქტივობები თავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება, ის ვალდებულება, რომელიც აქვთ მოსახლეობას, ეს არის რეგისტრაცია, აქტიურად მონიტორინგი განხორციელოთ ქალაქის ქუჩებში, მონიტორინგი განხორციელდეს ცხოველების გასეირნების წესებზე, რეგისტრაციის ვალდებულებაზე, ასევე გავზარდოთ მაქსიმალურად სტერილიზაციის ოპერაციების რაოდენობა და საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი არის, რომ ქალაქის ქუჩებში არ ყვავდეს მიუსაფარი ცხოველი უახლოეს პერიოდში. კი ბატონო და ნინო, იცი რა მაგარი სოციალური ქსელი აქვს, აი უკვე თვალს ვერ წყვიტავ, შეგიძლია აიყვანო პატრონებს, მე უკვე შევედი და მოდით, მაშინ ყველამ ერთად ვუთხრათ მაყურებელს, როგორია მისამართი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, ასე აკრეფავ, ხედავ ქართულად, აკარგ უძაღლებსაც ხედავ, პატრონებთან დაბრუნებულ. Facebook-ზეა შეგიძლიათ ნახოთ, მართლა ძალიან კარგი გვერდია და ოჩახო ასეთ კარგ საქმეს აკეთებთ. ძალიან კარგია, წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა. დიდი მადლობა.